მოდის. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, გამარჯობა თქვენი, გამარჯობა და ვარ ბედნიერი სამჯერ გამარჯობა, თუნდაც იმიტომ რომ დღეს ვყავს საოცი, ეს ჯერ გეტყვით რა ხდება და სად მოხვდით. ეს არის თავისუფალი სივრცე 98 და 5 რა და არის გადაცემა ჯაპანას პაპანაკება და თქვენი ჯაპანა, თქვენი მონამორჩილი, ახლა დღეს 13 მარტია და არავინ არ თქვას რომ ეს თარსია 13 რიცხვი, ძალიან კარგად არის უგერცებს, მაგალითად ჩემ დღევანდელ სტუმარს გამოცდილი და ზუსტად იცის და უყვარს 13 რიცხვი და როგორ უყვარს ჩემი სტუმარი კიდე ხალხს, ამას ახლა თქვენ თო გაიგებთ და დაინახავთ რომ ვინ არის ჩემი სტუმარი რო გეტყვით. ეს არის ბატონო ჩემო ნუგზარ კვაშალი. დიდი გურული ქვია ამას, დიდი გურული. გურული თან დედა გურული, მამა გურული ახალ თექურივით არის რა, მოკლედ როგორ გითხრათ რა, ჩისტა კროვკა გურულია ჩემო ბატონო. ხო, აბდალიო იძახენა გურულები, ახლა მამაჩემის თუ გეკითხა, ჩემო კარგო ადამიანო, ესე იგი გურულების ზედამთვარი ამოდიოდა რა, ახლა როგორ გითხრა, ან რას მღერიანო ჩემო, ან რა იუმორი ჩემო, ტყვიას-ტყვიაში ვერ აჯენდნენ, ცხენზე ვერ იჯდნენ. რამეში უნიჭო ხარ, რა ის აბდალი. როგორ ხარ, ჩემო კარგო ადამიანო, უღრმესი მადლობა მობძანებისთვის. უზარმაზარი, დიდი პატივია ჩემთვის. შემოგევლე, რას ქვია, მადლობა რომ დამიზახე, იმიტომ რომ ჩემ ასაკში უკვე სადაც ეძახიან, ის აუცილებლად უნდა მივიდეს, იმიტომ რომ კიდევ გახალისდეს, რაღაც ახალი ამბები გაიგოს, ისეთი გადასარევის ყავსაგერ გარშემო მეგობრები და ახლობლები, რომ მადლობა ჩემო ჯაპა. მადლობა, ჩემო კარგო, რას ქვია. ზათავარ შენი მას მითხელაც გინდა. ზათავარ შენი მას მიდლობისთვის ყოველთვის ბედნიერი ვარ ჩემო კარგო ადამიანი, იმიტომ რომ შენ ახარ აი უკანასკნელ მოხიკანებში, ჩემო ბატონო, ის მოხიკანები რომ დარჩნენ 1-2 კაკალი კიდე და ღმერთ მას წელიწადი გაწუხოთ რა. ეხლა მე არა ვარ პატარა კაცი, ვიცი, ასაკით პატარა, მაგას ვლაპარაკობ და ვიცი, ვინ ახართ, რას წარმოადგენთ, როგორი პროფესიონალები ხართ. ჩვენ იმაში ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად მე მაგალითად ხო ბაბუაჩემი იყო ისა გურული მეორე ბაბუაც ხო? და რამდენი წლის გახდა 93-ის. რამდენი გახდა და 53-ის რატო და რაც ბენზინა არ ვთვლი იმას. არა, პრინციპში მართალია. პრინციპში მართალია, როგორ წინავს რა. რა ვიზახი, ხა მე ხა მოვლილი მაქვს სოფლიო. ისეთ ქვეყნებში ვარ ნამყოფი, მე ვარ ახლა ალბათ 1758 წლის. ხო და ის ხალხი, ვისაც ახლა მოსკოვია გერცხელ ნანახი და ორჯერ ლენინგრადი, ისინი როგორ შეიძლება იყვნენ. ამიტომ მე მგონი რომ ასაკი მაინც იქიდან გამომდინარეობს რა და როგორ იცხოვრა და სად იყო და როგორ იყო და სად იფრინა და რამდენი გადაფრენა გემი, თვითფრენავი ტრაქტორი, რავი, ველოსიპედი და ასე შემდეგ. შენ ცხოვრობდი, კი არ ცოცხლობდი. და იგი არიან ადამიანები რომ ცოცხლობდნენ და არიან ადამიანები რომ იცხოვრენ. ხო ბატონო, შეიძლება ასე ვთქვათ რა. შენი გამზდელს სად გაიზარდე? იქიდან დავიწყოთ. პატარობა გავიხსენოთ, შენ გამზდელს ვერ დაცვალე. დიდება უფალ შენ რო გაჩნდი ამ ქვეყანაზე და მითხარი რანაირად მოხდა ბავშვობას თუ გაიხსენე ბინიყვე ბაბუა რაღაც თუ შეიძლება როგორ არ გავიხსენებ იმიტომ რომ ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს იმიტომ რომ ბავშვობიდანვე უკვე სიმღერა მესმოდა კეიფს უყურებდი მამაჩემი დამატარებდა რომ ესწავლებინა ჩემთვის თუ როგორ უნდა მოიქცე ქართულ სუფრასთან როგორ უნდა უყურო იმ თამადას და ისწავლო რაღაცეები აუცილებლად თან მაშინ სხვადასხვა რაღაცები ხდებოდა უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. ეხლა რომ უყურებ ამ ჩემ შვილიშვილებს, რა ვიცი, მარტო ეკრანებს შედან ჩადო, ხელების ფათური იციან, მეტი არაფერი იციან. ჩემ დროს რა? ჩემ დროს იყო აუცილებელი ფეხბურთი, ეზო. კი ბატონო. ძალაუნებურად მე მშობლები თუ დაგაძალებდნენ რომ მუსიკაზე უნდა იარო დედაჩემმა. არ მინდა მუსიკა, ვეუბნებოდ თავი და პიანინოზე უნდა და უკრავდი პიანინოზე დაბლინდან მეძახდა ჯიბუტი. ჩაბო ფეხბურთი დავაჭდა მე ტიროდი და უკრავდი ამაზე. კი ბატონო. ფეხბურთი იყო, კალათბურთი იყო, მერე ეზო იყო, მე გიტარაც იყო, იცით, აი მამაჩემი რატომღაც მამღერებდა, მე და ჩემ დასხოლმე გვამღერებდა რაღაც სიმღერებს. ჩაიწერდა ხოლმე მამაჩემი მაგნიტოფონს დაათრევდა კინოებში. სად იყო მაშინ წაიღებდა კინოში, გაშლიდა მიკროფონი თვითონ და კინოდან იწერდა რაღაც მუსიკალური კინოებიდან და მე იქიდან ეს რაღაცა მე ბიტლსები შემოვიდა, ეს იყო რომელი წელი ჩვენთვისაც შემოვიდა, ეს იყო 14 წლის ვიყავი. აი ფილტვებზე რო იყო უკვე ჩაწერილი, მამაჩემო წამიყვანა 60-იანები რა. ვიღაცისგან გადმომაწერინა და გავგიჟდი 67-66 წელია და ეს ბიტლსები მერე და რატომღაც მერე აი ეს დამეუფლა რაღაცა და სკოლაშიც რაღაც ჯუპი გავაკეთეთ. ფიზიკის მასწავლებელმა გაგვანთავისუფლა, იმიტომ რომ მოვატყუეთ რომ ჩვენ გამოვიგონოთ ეს აი ეს ხმის ისინი პეზო ელემენტები როა. ეს მე გაგიჟდა ხალი, თქვა რა გაგიჟდათ ფიზიკაზე აღარ იაროთო და ასე ვიყავ სკოლის გუნდი ყავდა. ანსამბლი, მე ანსამბლი იყო უკვე ჯეჯილი,
ჯეჯილამდე მაინტერესებს ეს იგი მე კიდე არა მე ხო ჯეჯილი იყო ხო პირველი აი ეს საოცრება ჯეჯილი ეს იყო 68 წელი ჯეჯილი დავიწყეთ ესე იგი როგორ ზურაყიფშიძე იყო ზურაყიფშიძე ჩემი მეგობარი იყო ზურა და მამუკა დუმბაძე გია ეძგვერაძე გია არის ეძგვერაძე რომელიც ახლა არის გერმანიაში გოგიჭეიშვილი რომ ეწერია ხარ რა გია ეძგვერაძე და ლენა ყიფშიძეო ლენა იყო ჩვენი პროდიუსერი ლენა იყო და თქვა რომ მოდი გააკეთეთ ეს ანსამბლი გენიალური მაგრამ მანამდე კიდე ანსამბლი იყო გეტყვით ახლა გადავახვევი გამახსენდა უცბად რა ქალბატონი ლეილა აბაშიძე უიდედა ხო ვერაზე ესე იგი ვიზდებით აბანოსთან იქ კრისა რაღაცები არის დასწმები მაგრამ ჩვენ მაინც მუსიკას ვაწვევით ლეილა აბაშიძე გვიყიდა რამაზ დანელია მისი შვილი ავიყვანეთ როგორც მომღერლად ფანტასტიკური ხმა შეხოთაშორის მე კიდე იყო ჩვენთან ანსამბლში მასაც მოყვები ვიყიდა ეს ჩინური შარვლები, ჩინური კედები, დვამიჩარო ერქვა ორი გუნდი. რაღაცა ხალათები და დავდიოდი და ეს ღეროდა ეს ხარი ბელაფონტეს სიმღერებს, ეს მანამდე იყო. უკვე რაღაცა კარგად უკრავდი, უკვე 8 აკორდი ვიცოდი. უკვე მე დაიწყო ეს ჯეჯილი. ჯეჯილის პროდიუსერი იყო ლელა ქალბატონი და ჩვენი იმპრესარიო იყო პროდიუსერი არ იყო მაშინ რაღაც სხვა ერქვა. ხო, რაღაც ადმინისტრატორი. ბესო, რაგვარი იყო, კაცო, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო ზვიადის დროს. გავიხსენებ, ხა ჩემასაკში მოსულა ყველაფერი დავიწყე. გუგუშვილი ხო არა? ბესო გუგუშვილი იყო ჩვენი იმპრესარიო, ასე ვთქვათ. და მასთან სახში მისი ძმა, მამამისი, აკადემიკოსი. ხო და იქ ვიჯექით, მიკრიბებოდეთ, ლაპარაკობდით Rolling Stone, Beatles და რაღაცას უკრავთ, მართლა და კარგად უკრავთ. და შემოვიდა წინადადება, რომ მარჯანიშვილის თეატრში მზადდება ჯგუფი, რომელმაც უნდა იმოგზაუროს საქართველოში და უნდა დაუკრათ პირველი განყოფილება ლენა ყიფშიძეს გოვენჭეიშვილს. გოვენჭეიშვილი მაშინ ჩვენი ძმა ხუთაუფროსი. კი ბატონო, მაგარია. ლენისა კატუშა ვერულაშვილი. ეს კატუშა რო არის და პირველი განყოფილება, მაგრამ მე ვარ Beatles, Jimi Hendrix, Hollis რაღაცები და ვსწავლობთ ახლა რეპეტიციები მაქვს, მაგრამ თქვენს რომ მოვა ახლა კაცი მიკირტიჩიანი, სახელი არ მახსოვდა და პრუზიკა არა და ის გასწავლით ყველა მთელ პროგრამას. ის არის ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მოდის ახლა ხედავ ჩვენ ზევართ ახლა მე ყიფშიძე გამოსა პაკე რაღაცები პეწევით იქ რა. კაცი მოვიდა და აი ნოტები მოიტანა მე ხვალიდან თქვენი ისაო რომ დიდი მოსული კაცია ბუდგუნა და ჩვენ ავზექით ეს ბატონო მიკირტიჩიანი ჩვენ ნოტები არ ვიცით და კაცი გადავარდა და მოკვდა კინაღა ამათ როგორ უნდა ვასწავლო მე ნოტები ამათ მარიციან არა ფორტეპიანოზე არ გისწავლია ნოტები ვერ ვეკლაში ნოტები რომ ვსწავლო არა ქოთო მაგრამ მაშინ ახლა ნოტებიდან სწავლება და ძნელია თან გიტარაზე და არ ვარ ისე სოლო გიტარისტი ვარ გია ძგვერაძე არის რიტმ გიტარისტი ყიფშიძე არის დრამერი მაშინდელი მედოლე რომელსაც თებში ხონა ჩამოკიდებული თოკით, იმიტომ რომ მაშინ სად იყო და დაარტყავდა თებს მე 5 საათი ელოდებოდა მანამდე იჭერდა. არც ის ბასბოჩკას რო ეძახია. ლიტავრა ედო და ეს გვერდდა დუფტა, ეს უკრავდა. იყო მაშინ. მოკლედ ამკაც ჩვენ უცხალეთ რომ იცით რა, ჩვენ ძალიან დიდ პატრიოტს ხსენებთ, თან რომ გავიგეთ, იცი ვინ იყო? ადრე თურმე ჩამოსული იყო ამერიკიდან ჯაზ ბენდი. და ბანჯოისტი გახვდა რავად. და ვერ გამოვიდა სცენაზე, სადღაც ქონიათ კონცერტი ამ ფილარმონიის ბაღში თუ სადღაც და ამან დაუკრა მთელი პროგრამა. აი ამ მიკირტიჩიანი. და დიკა მაგარი მუსიკოსი ყოფილა, როგორც გავიგეთ, მაგრამ მაშინ ძალიან ხანში ჩვენ ახლა მე-9 კლასელები ვარ და ის კი იყო ერთი 60 წელს გადასილებული უკვე. მოკლედ ვუთხარით რომ ჩვენ დაგვიტოვეთ ეს ნოტები და ჩვენ დაგახვედრებთ ამ პროგრამას. კაც რა თქვა, მოდის ორ კვირაში. და პროგრამა დაუკარეთ, სრემლები წამოვიდა. აუ ესე იგი ესეთი ისაო მე არ მინახიაო რა ნიჭიერები ხართ ნუ მოკლედ ნიჭიერები ვიყავით სადმე ტრაბახო 68 წელია 68 წელში რამხელები იყო 16 წლისები ჯერ არ ზურას არ აქვს ჩამარებული 15 ზურალი ერთ წელს პატარასები არა სადაც ჩამარებული მოკლედ აი ესე გავაგდე წაველით გასტროლებზე კონცერტები არის საქართველოში გადასარევი კონცერტები და ჩამოვდით ბაბუაჩემის საგარეჯოში რომ ნახოს რას ვაკეთებ ხო რას ვაკეთებ, ვინ ახარ? მოდის როგორ თავისი ჩამოვიდა და პაპიროსები, გაგარეჯოში კონცერტები მაქვს, დავანგრიეთ იქაურობა. როკ მუსიკას უბერა? არა, ჯერ იმას, ლენა ყიფშიძეს რაღაც ყარაშოღულის სიმღერა, მე კატუშა მე გოვენიჭი ღერო და ის მეზობლის ხალხს, ქართულები. მეორე შიკვაკ უკვე გადასარევი. დიდი მოვდივარ. Beatles ყველაფერი რა და
მოკლედ ბაბუაჩემმა დაიწყო ტირილი და რომ მივიდა რა არის და შავი პურის ფული უკვე აქ ანუ მაყოფილი და შავი პურის მე უკვე პროფესიასავით მქონდა შავი პურის ფული თეთრის არა ჯერ შავი პურის ფული აქ და უკვე მაყოფილი ვარ რომ აი ამ საქმეს აი ნახა ახლა იქ რა მაშინ ბაბუაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო ხო ვიზახი მაშინ ბაბუაჩემი იყო და ახლობე 58 წლის რაღაც ხო ჩემზე 40 წელი დიდი იყო აჰა 56 ალბათ ხო და მოკლედ ესე იყო და ეს კონცერტები ჩავატარეთ მახსოვს სოხუმში კონცერტი თეატრის წინ ბანაობარ შეიძლება ეს ჯიმი ჰენდრიქსი რამე ცხენოსნები გვისავდნენ პოლიციის ყიფშიძეს დასდევდა 88 კალი გოგო ისე უყვარდა და ლამაზი იყო ხო კი ბატონო ამ წითელი წინდები ეს ნასკები რა დილას რომ მიხონდა ნასკები მათხოვე რა ხვალ დაბაზ მეძღეს არ გახსოვს ისტორია კი მაგარი ისტორიებია ბოლოს კაი მუსიკა ყველაფერი უშავეთ და ბოლოს ლენამ თქვა რომ იცი რაო მოდიო რა მაინცო ძმები ხართ ეხლა და მოდ თეატრალურზე ერთად ჩააბარეთ მე მოსკოვში ვერ მოხვდი რაღაც არ მინდა ხა ამის მოყოლა რაღაც მოხვდი მაგრამ არ მომეწონა რა ფაკულტეტის ასახელი იყო ისეთი რომ 87 სიტყვა იყო ვერ დავიმახსოვრე რაღაც ინსტიტუტო რაღაც იმის გამოყოლების კიბა რაღაცა ჩაბარების და ჩაბარეთ თეატრალურზეო და ჩავაბარეთ მე ვთხარი კი ბატონო მე ვაბარებ გია ძნელაძე საწყალი აჰა და ზურა დოდო იყვანს ალექსიძე ჯგუფს სამსახიობოზე შეულებრივად სამსახიობოზე ხო დრამის სამსახიობოზე ხო მაგრამ ისე მოხდა რომ ზურა მოხვდა ყიფშიძე იმიტომ რომ ზურა უფრო მაგარი ბავშვადებული იყო ხა ზურასთან და მე და გია ვერ მოხვდით ხო და იმაზე ექსტერნად თუ რაღაც ერქვა გია ხო გახსოვს კი ძღოლებული რუსთაველი ექსტერნად ჩაგურიცხეს ექსტერნად და მოხვდით ჯერ მუშასთან გაწერელიასთან და მე რატომღაც გადაგვიყვანეს თოჯინებში კაი პედაგოგთან მოყვანილ მუშა მაგარი გივისთან მოხვდით გივისთან სარჩემელი ნაცვალე დიდი კაც ისეთი რაღაცა ისინი მასწავლა ალბათ მე გამრიცხეს მე და ყიფშიძეს ერთად აჰა ვიგვიანების არ დავიდე წავიდა მოსკოვში მე წავედი ფილარმონიაში კიდე კაი რას გივი საჭიბელიზე მამასწავლა ნახე პირველმა ხო დამიბარა მე ხარ თოჯინები შინაის არ გეგონოს ესო რაღაცა დავტო მაგალითად მიყვებოდა ყველაფერს და მაგარი გახსოვს რა ქერიო ციო მოდი ახლა წადიო შეხო მუსიკოსი ხარო გაძლევო დავალებას 5 მუსიკალური შეადგინეო ნაწარმოები სხვადასხვაო 5 ცხოველზეო რო დაუკრავო მე უნდა მივხვდეო რომელიც ცხოველია ვაი მე ვიფიქრე დათვი იყო მგელი იყო მამალი და რაღაცა გავაკეთე ეს მივედი როგორც ხა ხასიათის მომონახე ანუ პირველი მუსიკალური დავალება და 5-5-იანი დამეწერა ყველა გაარტყა და ყველა იმას ხო და ოჩაყო მისვა და ისეთი დასიამოვნები ვიყავ იმიტომ რომ გივი იყო უდიდესი პიროვნება ძალიან დიდი კაცი კი ბატონო ჩემ დროს აი ეს იყო და მე წავედი ფილარმონიაში გქონდა ცალკე ისტორიები იწყება ციცინათელა მანდა მე მოყვება ციცინათელა კი ბატონო აი ციცინათელაში იყო რამაზ დანელია ლეილას ბიჭი აბაშიძის სოსო ებრალიძე ხემძღვანელი მაგარი კაცი და კაი გასტროლები რომარ ცხილაძე მე რაღაცა არა რომა მაშინ იყო დათვა ბულაძე ბატონო თერგი შხეიძე კი ბატონო თემურ ციკლაური აჰა ეს ციცინათელადან სუ ივერიის ბაზა იყო მოკლედ ეს შეიძლება ითქვას რა კი ბატონო გადასარე ის იყო კიდე და კაი ბიანის ბაქიდან მოხვდით ივერიაში რა მე არა მე წამოვედი აჰა მე წამოვედი და უმაღლესში ჩამებარებინა კიდე რაღაც ხოლმე მე სწავლა ხო და მე ვთქვი არა რომ გამოჩემა მეთქი უნივერსიტეტში რა ჩავაბარე პუშკინში აჰა მაშინ პუშკინის სახელობის ინსტიტუტში პედაგოგიურზე ჩავაბარე ბევრი ქალები სწავლობდნენ ხო მე ვიყავი ორი ბიჭი და 67 ქალი 67 ქალი ლამაზი ქალები იყო კაი ქალი არ გინდა ხო ხო და მოკლედ ისე მოხდა რომ მოვიდნენ თემურ ციკლაური დათვა ბულაძე და თენგიზ ხეიძე ჯიპით მოვიდნენ ღია ჯიპით მიყავდა აბოლაძეს ყავდა ხო და ისავა მოდიო რა ბიჭო ამნოს ივერია ნანახიმა კონცერტი ფილარმონიაში გავაფრინე ნუ ბუთხოზამ რო დაუკრა იქა იქ იყო მაშინ აფთო იყო მამაცაშვილი ალიკო მამიკონიანი მაგარი მევიოლინე ბორა ბელაევი დრამზე კეცები თემური უკვე მანდი იყო ციკლაური და ესე მე ვთხარი ეს რა ანსამბლი ეს რა ხდება აი ეს ოსკარ პეტერსონია და ზუსტად ისე უკრავდა ბუთხოს როგორ ვიფიქრებდი რომ მან მოგათან მოხდა გამოგზავნა რომ ეგებო ჩვენთან წამოხვიდეო გასტროლებზე მედივარ თუ უნგრეთში მე ვთქვი სწავლა რაღაცა სწავლა და მოკლედ ჩამაგდეს მანქანაში და მიმიყონეს ბუთხოზასთან და ბუთხოზასთან ჩამრიცხეს მოკლედ ივერიაში ჩემი ინგლისურ ვერშებს უკრავდით ვერშებს მეთქი დიფტებს იყო ხო და მაშინ დავიწყე აი ზუსტად აი ეს რომ აი დღესაც ივერიის წევრები მგონია თავი და რო ვიხსენებ
სასწაულო თელი ცხოვრება ხომ მოგონებაა. თელი ცხოვრება. ისეთი რაღაცები გადავიტანეთ, რომ ისეთი რაღაცები, ისეთი სათავგადასავლო რაღაცები გქონდა. ძალიან მაგარი, მოკლედ, ახლა არ ვიცი. მაგარი ფოტო გვაქვს ერთი რა. აი ეს ფოტო. აი მინდა რომ განახო რა ერთი ეს ფოტო. აი შეხედე ერთი და ეს რასაც არის ერთი. გვანახე ერთი უფროსობან. აი ეს ხო? აი ხო, აი ეს ფოტო რა. აი ჯიო ჯემალი, ლუგზარი, მიშა ტატიშვილი მოსეკვავე და ვახო. სად ახლა? ეს არის გადაღებული კოლუმბიაში. აუ 1974 წელს. აუ 1974 წელს კოლუმბიაში. 52 წლის, 51 წლის წინ ვარ 22 წლის ბიჭი. კოლუმბიაში რა მოხდა გეტყვი? ჯერ ვინ იცის? ვინ დადიოდა 74 წელს კოლუმბიაში? ხო, ჩვენ მთელი ამერიკა, ეკვადორი, კოლუმბია, კოსტა-რიკა. გას მეუბნები. ჯერ რა იციან საქართველო თვითონ სიტყვა არ იცის არავინ. კოსტა-რიკაში რო ვარ დამყოფი და დღეს რო ვამბობ გაოცებულებია ხალხი და 74 წელში მანდას დამყოფი იქნები თქვენ კოსტა-რიკაში. კოსტა-რიკაში დამყოფი ვარ მე. სან-ხოსეში დამყოფი ვარ და ქსია ეხლა, მაშინ დღიურები გვაქვს 10 დოლარი. და შეველით მე და ვახო პიცა გვიდა ჭამა, პიცა რა არის, რა ვიცი რა არის პიცა, დედას გეპიცები არ ვიცი და. რომელი გინდათო და მე და ვახო ქსია ეხლა, 10 დოლარი გვაქვს და 3 დოლარი. ხო. დიდი პიცა. მაშინ სხვა ფასები იყო. გრანდე მეუთხარეთ და მოიტანეს რა 87 ნაჭერია მე მგონი. აი მაგიდის ხელა. ოდო მე დავახო მოგლეთ ვაიმე და გამოდიო და ჯემალი შემოდის. და კაია მე ვამბობ მაგრამ რაბელი შევუკვეთო და გრანდე. და ჯემალა მოგდა რა მიყავითო. მაშინ ხო წამოღება და რაღაც არ შეიძლება. ხო. მოგდა ხე კოლუმბიაზე მოყვები ეს პატარა ისტორიას. საქართველოს აი ესეთი ჩვენ გვაქვს ალბათ რაღაც დამსახურება რომ საქართველოს სახელი გაუთქვით, იმიტომ რომ მაშინ დავდიოდეთ საბჭოთა კავშირის სახელით. და მაშინ იყო მოყვებოდნენ მუსიკოსები, ეს მოცეკვავეები, ჩვენი და რაღაცებს ღეროდით. რა მოხდა გეტყვი? ერთ-ერთი ქვეყნის ქალაქში ვარ, თვითონ მედელინში, მე არ მახსოვს ახლა ზუსტად. თვითონ ბოგოტაში, ალბათ უფრო მედელინში და კეიპოპ, თვითონ არა გვაქვს კონცერტები 3 დღეა და არაყი უნდა დალივი ხე, ვინო იქ არა რაღაცები ავიღეთ იქ. ჩემოდნელი სავსე გვაქვს კონსერვო ბანკები. კი ბატონო, დანაყილი იორი და რაღაცები მიქონდა ხო? ნიგოზი მიქონდა და აჯიგა. ჯემალი გიტარის ელოდება ვიღაცას იქ ჩვენი სასტუმროში ვცხოვრობთ იქ რესტორანი, ღია ბასეინი და იქით მაგიდასთან ზიან ვიღაც 3 ბიჭი კოსტუმებში, კალსტუდებში და ვიღაც გოგო. და მიყურებ ხო ჯემალი რაღაცას ვიმღერებ, დადიება ჯემალი თამადა და დამშილებს გაუმარჯოს, იმას გავა დაждდება. მე გიტარისტი მოვიდა ვიღაცა ჯემალა რაღაცები დაუყურა, სულ გააგიჟა ესენი ყველა და ის დაინტერესდა და მოვიდა მიმტანე ჩვენთან რომ დაინტერესებს თუ ვინ ახართო. საიდან მოხვედი? ჯემალა ხო რა თქვია, ვინ მივიდა ჯემალა პედაგოგი. გამარჯობა და რაღაცა დაგლოცვა ესპანური, ფანტასტიკური, რომელი დიალექტი გინდა და და იმარო საქართველოს უთხარვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამს ზღვასთან რაღაცები მოკლედ რა. ხო და ნუ ბიჭები და რაღაც გამოგვიგზავნა იმან არახი. და რატო დგებითო ფეხზე დგებიჭდები, დღებიჭდები. რა თქვია ეს სადგერძელო, ფეხზევნ ազգეო და ეხლა ჩვენ დავლიეთო წასულების სადგერძელო და ავალეთ სანთალის რა წასულების. მე ძმამ ყავკტარე და ჩუმად სვახოლა ჩვენ რა თქვია ჩუმად დაგიხე ფეხზეო. სანთელი ადგეს კაცი, სიმადო გავამარჯოს ჩემს მაგ რა თქვია საუნა იყო და რა ეს ჩვენ მე რაღაცები ვიმღერე და ეს ხა გაგიჟდა. ვინ ახლა მე რა შვებითო? მე მეთქი მივდივარ ფუნიკულიორზე საკეიფოთ. წაველი თუ ფუნიკულიორი ხონიათ რაღაც კოლუმბიაში, რა ვიცი მე მედელინში. ჩავხსნეს მანქანებში, ვახომ და დამშვია რა საჭესთანო. დადდექი ქართველები ვარ. თავის გრიბოიდო ვიყავ, დასაფლავებული. მოკლედ რა ვიცი, ვიარე და ეს კაცი ბოლოს რო გემშვიდობება და ხრებლები და ტიდილი. ვიზიტ გადა რომ მეორე თუ ჩამოხვალთ, ვინ არის ეს კაცი? კოლუმბიის პოლიციის შეფი. აუ ბიჭო. ჩამოსულია რომელიღაც იქაური კარტელის დასაბომბად თუ რაღაცა და აი მოკლედ ეს რო გითხრა, მე ვიფიქრეთ, გაგიჟდა, ნუ ეგეურები, აი როგორ გონიათ რომ არსად არ კოლუმბიაში შეიძლება უკვე ისწავლეს რომ რაღაცა ეს სადგეგრძელო, кейფი, მეგობრობა, სტუმრობა, სოფელი და ეს არავინ არ იცის. ეს ჩვენ რო ვიცით ქართველებმა ჩვენზე უკეთესად არავინ არაფერი არ იცის. გენაცვალე მე შენ ნუგზა რაღა ის სიმღერა ვახსენეთ, ერთ სიმღერას ხარ მიგერებ, რამე შენ შემოგეუნო ჩემი. როგორ არ გიმღერებ მე? აი მე შენ გენაცვალე რა.
აბა ერთი კაი მე ბერას გეაუდენ და მე აი იმაზე გიждები შენ ბიზნესი მაინც ვიღერო გინდა თუ გინდა რომელიც გინდა ეს იყოს გინდა მიგდა იქ ბოლოსთვის შემოვიდა ხოთი ეგ იქ ბოლოსთვის შემოვიდა ხოთი აი ერთი რა ისე მე ეგ ბოლო გემრიელი უკვე მე რა მეყვარს ხოლმე იცი რა ზღერი ვარ აბა გედაცილე ყველანაირ მაყურებელს უყვარს იმიტომ რომ ეს გბირი ეს მულტფილმის გბირი არის უკვე 37 წლის რა თქმა უნდა აი ესა ცისარტყელები ათასფერები ვიბრინოთ ვიცინოთ პატარა ქალო ჯერ გავითვალოთ იწილობ თევს თოვლიან თევს უმღერებთ ლამასი მღერებს შორს გავივლით გზებს თაზე დაგიკრებთ ყვავილებს გენიალ ეს უყვართ გამაჟვია ეს ისე უყვართ ის ჯაბაჯუბა ესე გიდრეს რო იღერე ვიღაც აბა რა არ უყვართ იცი რომ მაშინ ვინც იყო 36 წლის ბავშვი ტინ იყო 6 წლის 5 წლის ეხლა ის არის ბებია ანუ ასე იგი ამ გმირს ყავს ყველა თაობა აბა შვილები დედები სასაული იყავით მე ვილაპარაკოთ ბუთხუს მაგის მეორე ნაწილი როა მაგისი ეს საიდანაა გაღებული ახლა ბუთხუს ბასილაევს შესაძლოა კომპოზიტორები თავის გენიალურ მელოდიებს იყენებენ ხოლმე რეზო ლაღიძე იყენებდა თქვა თავის სიმღერას ოპერაში გამოიყენა და ეს თუ გახსოვთ იყო ესეთი სპექტაკლი თოვლის ბებოს ზღაპარი კი ბატონო სადაც თემურ ციკლაური იყო გერვასი და მე თქვა თემური რო გახტავთ რაღაც მეც შევასრულე თემურის მაგივრად 9 კონცერტი ვიმუშავე მაგრამ ვაი იმ შეწრულებას არ ძალიან ნერვიულობდი იმიტომ რომ თემური რამაც იყო თემური თვითონ თხოვა ეს სიმღერა იყო იქ აი ეს აი ეგრაზე შევაბატონო ეს არის ხო აი რა იყო უკვე მე ვარ და მეორე ვახო ხორი ჯუჯა მეორე ჯუჯა არის მხოლოდ შენ ერთის ერთ-ერთი მომღერალი ლევან სანკაშვილი თუ მე ჯუჯას და ქიანი სხვა არ ვიქნებოდი ერთ ადგილს და მანდ იყო ეს სიმღერა თუ გახსოვთ ჩვენი ციცაკა ავთო შარაშელიძე და ლიკა ურუშაძე ღეროდი რა იმას ყველაზე დიდი თქები ვის აქვს გერვასი ბიძიას გახსოვს ყველაზე დიდი ფული ვის აქვს გერვასი ბიძიას და მე როგორია თქებს ამხელა რქებს თურმე იმიტომ ატარებს რომ შეგვიხვნას ჩვენ რაღაცა გზა გაგვინათოს პატარებს ესო ცისარტყელები აი ეს და ისიც თორაშორი შენ 13 წელი ახსენე აი ეს თუ გახსოვთ ჯაბა როგორ არ გვახსოვს აი ბასე საიდან არის და ჯაბა ეს თუ გახსოვს წლები როგორც გედები ვაი რა უცებ გასულა 13 წელი ეს იყო და ეს ბუთხუსმა გამოიყენა, იმიტომ რომ ხა ის სიმღერა ფაქტურად არავის აღარ ახსოვს, იმიტომ რომ 13 წელი გავიდა კი არა 53 გავიდა უკვე რა. ეს ცისარტყელები და ეს ჯაბაჯაბა დღესაც ძალიან პოპულარული. რომელი არ არის მაგის რა. ეს ბუთხუსი რომ მოვიდა ჩემთან წამოო რა, პირველი მულტიკი იყო სოფლის შენება. მოჩავწერეთ მე დათვაბესაძემ გენიალურმა დატომდა თემურმა. ციკლაურმა ეს იყო პირველი მულტიკი, ნუ სოფლის შენება და კაი სიმღერა და ყველაფერი და მეორე იყო და არ მინდა მე ვთქვა რომ რადონესობის არის მულტიკია ვინ ჯიმი ჰენდრიქსი ვარ რამე რაღაცეები და გეხვეწებიო რა ის მაგარი გმირიაო რო ნახავო ზუსტად შეხელა თავი აქვს აქაც თავის ზომა იმიტომ ვიყავი ჭხილთა კორპუსში ბუ რომ ჩემს დიდი თავი მეგონა რომ არავის არ ხონდა მაგრამ ვის ხონდა იცი ორი ზომი დიდი თემურ ციკლაურს თემურ ხარხა მაღალი იყო და თემურის ყოლა 64 ზომა მე 62 რომ მივედით სომბრეროების საყიდლად მეხიკოში მაღაზიის გამყიდველმა თავი ჩამოიხჭო ვერ იშოვა ჩვენი ზომები კი ბატონო აკიშდა ეს რა ზომები მე ზითავი მაგ მეც ბასე ვარ მე საბუე ვარ კაი საბუე ვარ გადასარევი მაგ თავში ხელატვინია და კაი მე ასე მისული მე ხო ისე რა მითხრა კერავმა ჯისები იკერებოდა და კეპკას გიკერავდნენ ხო გახსოვს რა ხო მართლა მე მაგას შეგიკერავდა ხო მოდი რომ არ ვამიღო თავის მოდი ეს შეგიკერავ ჯერ შეგიკერავ მოდი ზო კუცო და მე შეგიკერავ შარო კი ბატონო შენ გენაცვალო შემიწე ჯუჯა საერთოდ აი ამ ივერი ორი ჯუჯა როგორ წამოვიდა აი ზუჯები მანდ იყო ზუსტად თოვლის ბებოს დაპარჩენას 162 სპექტაკლი ვიმუშავეთ დიდ საკონცერტო დარბაზში.
იქ ცხოვრობდით გასახსელებში. იმიტომ რომ წარმოიდგინე ხარ 60 ზედიზე. რა თქმა უნდა. დაიწყო კონცერტები სამ სპექტაკლს თამაშობდი. 3 ხან 4 დაიწყო კონცერტები 25 დეკემბერს აუ ბიჭო. და მოვრჩით 27 ივლისს. თოვლის ბებოს ზღაპარი. თამონ ამალაშვილი სულ ოფლიანი იყო საფხულში. თოვლის ბებო ხუცი სამთარი. აბა. ნუ რა ძალიან ბევრი ხალხი მოყვა. რა ენერგია გიგდა. ჯუჯები საიდან ჯემალი რომ მივიდა და ბოთქუს უთხრა რომ აი ჯუჯები უნდა იყვნენ გმირებიო. ანუ ორადორი მე თავარია სამი რამე დედამიწაზე სიყვარული სიკეთე სილამაზე და აი მაგედა და ბოთქუ რა ჯუჯებიო და ბოლოს დაფიქდა და დაჟე ვახოც არ იყო. ვახოსაც არ უნდა და სოლიკო იყო ფალოზიშვილი. პირველი ჯუჯა და ვახომ რომ დაინახა რომ ამ ჯუჯებს რაღაც პერსპექტივა აქვს და ამ სულიკო და შენ დადის იყავიო გერონტიო თუ რაღაცა ხო ჯუჯებს რო პერსპექტივა აქვს მაგრამ ხო და მე და ვახო მე იმის მე ამდენი 40 წელია მე და ჯუჯე მე და ვახოს 40 წლის იუბილეა ჯუჯური და ხა მივდივართ საქართველოში გასტროლებზე რომ ჩავატაროთ ეს კონცერტები ყველანაირი იუბილე აღნიშნული ყველა კონცერტზე მოდიან ბავშვები ყველგან ჯუჯები არიან დღესაც ძალიან პოპულარული ასე რომ დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს და მიყვარხართ გენაცვალე ნუ გზა რა მინდა რა მაინტერესებს არ შემიძლია რომ მოხსენე ვეხე შენი ბაბუა მამა ბაბუასთან დაკავშირებით საოცარი ისტორიები ყველაფერს ვერ მოვყვებით მაგრამ იყო საყი ჯერი ძალიან მაგარი გურული იყო ან იყო მეტრა 94 უშე გენაცვალე ხო და მე ვიდეოს გავშრობ აქეთ ბაბუაზებას გავსებე აჰა შემაძმაც და გამისწრა სიმაღლის ცოტა იყო იქით ბაბუასთან ცხოვრობდა ჩემი ძმა მაგასაც ვილაპარაკებ. იცი როგორი ბაბუა იყო? ის იყო ძალიან მაგარი. რაც ხა ვერ ვარ ბაბუ, კარგად ბოლოს უთქვა. ხო. ხო და რაც ხა ვერ ვარო და სახში ეცვა ხოლმე პიჯაკი, ხო, მედლები, ხო. გასვია ჰალსტუხი თუ პინჯი დაკვირა მიშო. ხო დადიოდა ისე და დამერეკა თებზი მომიტანა თებზი. სახში როგორ გავალ ახლა მე გარეთო ქუჩაშიო. ფეხი რო ამერიოსო ჩამეყლება წყალში ყველაფერიო. ხო. თუ ბედა კაპიტონე ნაჭყებია რომ დავდიოდითო, წავჭავადეზე მთელი ქალებიო ჩვენს თუ ვიყურებდე 2 მეტრიალები თარამ ხელახუდები რო ეხულათ ეს ყოჩი, ყარაკულის ფოფოხები. ხო. თუ ბობოხები რა ქვია მაგას. ეს ის ბაბუა ხო წაიდე. ადეთ ხო, ადეთ იყა წაი სკოლაში. და მანეწახვალთ მალე მოხვალთო. ატენის ქუჩა მამაშენი მივიდა და უთხრა მე ეს ქუჩა უნდა გადავაკეთო სახელიო. რატო და რა ჩვენი ქუჩა ატენის ქუჩაო და მე თქვენი ხალი გამომატანეთო? ხო, ხო გავამატანეთო. ხო და ამას ატანი აღარ გამაზე შატენის ქუჩა ქვია უკვე. მანეწახვალთ მალე მოხვალ სკოლაში. მალე მოხვალ. ხო, ბაბუ, შევიდო, გააღებდა კალეს. ალიკოსთან ჩემთან ვერ მე. ხო. შია ბატონო ვიქტორ, კარგით რა გაკვეცილი მაქო. თუ არ ჭამა ბავშვმა რას ისწავლის და გაიყვან და სასისკებს საჭმელს და ვერავინ ვერაფერს ვერ ევიდო. სკოლაში. პოლკოვნიკის ფორმით მაუზერი ჩამოკიდებული რა უნდა უთქვა. სკოლაში. ტყუები მოვპარე მამა ჩემს. მე-6 კლასში მოვპარე. ნაგანის ტყუები 3 წელი და ვინტოვკის ტყუები 3 წელი. თუ რაღაც წვანე ის ყოდა ხალხი თურმე სკდება თუ. და სასკოლაში მივიტანე მე გაგიჟდა დავესკას მივეს ერთ წელი ჩვენ ძმაკაცი იყო. ერთი დათომთხოვა აგლაძემ. მათემატიკოსი იყო გენიალური. მე-6 კლასში ვარ. აი განდაბასმე და მივეს. თურმე რა ხარ ამან. აინტერესებდა რეაქცია, ხო, მაინც მათემატიკოს მეცნიერული ზია. ბუხარში არ შეუგდია ბიჭო. და როიბეთ გამონათელი ბუხარში მეორე დღეს მოდიან. დედამის, მამამის, ბებიამის, ბაბუამის, მამიდამის სკოლა და აბა მშობლები მოიყვანეს სკოლაში, მე მეუნებია. რა ხნა, თუ როგორ თქო, მამაჩემ თქვენ მოგყვან. წავედი ბაბუაჩემი წამოიყვან, ბაბუ მეთქეგეთ ხავჩერდი ჩვენ. რა შემოვიდა ბაბუაჩემი მაუზერ და ჩვენ ლაპარაკი აღარ წავიდა ხო დაინახეს ახლა ნუ მიხვდნენ, მაგრამ რა ხა, ნუ წამის ბრალი იყო, ბუხარში რა უნდა თქვიას? აბა. მოკლედ მეორე ბაბუა ცოტა უფრო ისეთი იყო. ხო და ეს ორი ბაბუა და ესე ზახლები რო გახდნენ, ან მოყარეები. ხო. ორივე მოკეიფე იყო. ორივე კარგად კეიფობდნენ, ეს მეორე უფრო კარგი მოკეიფე იყო, ეს მაღალი. რა გვარის კაცი იყო? მენაღარიშვილი. აჰა. ხო და ღამეს ზინავთ ახლა სადღაც გურიაში არიან მე 5 დღეა კეიფის და ბაბუაჩემი ეუბნება მესამე ღამეს, ვიქტორა. ალიოშა უთხრა. არა, ალიოშა ეუბნება ვიქტორას. ხო. ვიქტორ ვიჯო, ვიქტორ. ვიქტორ, ვიჯო, არ ვარ ვიქტორიო. კაი, არა, ბატონო ვიქტორო ერთმა თამადამ უთხრა. არ ვარ ბატონო ვიქტორიო. მე ვიქტორი ვარ. მეორეჯერაც ბატონო არ ვარო ვიქტორიო, ვიქტორიო, კაი, ახლა ერთი ასო აღარ მაბაძიო. შენ რა ქვია? მე ვასო ქვიოდა. რომ მოვაყოლო ვოდა დაგიზახო ეს ასო გეგა არ გეცხო. ასო. ოდო მოკლედ ეუბნება ალიოშა ვიქტორას რომ ბაბუო
ოღონდ ვიქტორო ბიჭო ხამეო რო დავთრებიო სიმღერა ვიციო ხო არ შეგაწუხეო აი შე მესამე ღამეა ბანს გაძლევა აღარ შემილია დევიტაჯო და ეს და გურგის და სამი ღამე გაათენებინა აი ესეთი ძახლები და მოყარები იყვნენ მასში შეგედაც არის ეხლა კიდე რა ვიცი აბა ის რო გიდება რომ და გიდებას რომ ის მომწონს გიდებაო სულ რამდენი დავრეკავ იმდენი გიდებაო ეს იყო აქეთა მამის ბაბუა ეს დედის მამა იყო დედის მამა იყო მამა ჩემი სულ აგიჟებდა ხოლმე და მამა ჩემი ხო პოლკოვნიკი იყო და როგორ ეკავენ ოფიცრებს საერთოდ იმას სიამოვნებთ რომ ხო გირეკავენ და გამარჯობა ბატონო ვიქტორ ბატონო გენერალო მისავალ პოლკოვნიკი ვარ კელენჯერიძე ო დავალ ასე არ ვინ არის ო და ბოლოს კაი რა იტარიელი გეხოცები რა ხოცი ახლა როგორ მე დავურეკავდა კიდე და მესამე თუ დავირეკავდა მეოთხე და მე ისოდე გაბრაზზე შეგაგიდებ აიღო რა გეწყინო და ერთხელაც არის პროკურატურა იძიებს რაღაცას იმასთან შინაგან საქმეთა სამინისტრო მინისტრი არის კეთილაც როგორია ხო შინაგან საქმეთა მილიცია და კეთილაც კაი კაცი იყო მართლა კეთილი კაცი რავა ჩემი ზმაკაცი ვიქტორა უთხრა და ბიჭო რას ხო სულ იგინებაო და ვერ ვრეკავთო რაღაც ავათარიო მომეც ერთ ტელეფონიო და დავურეკავ გამარჯობა ვიქტორ გამარჯობა გენერალი ვარ კეთილაძე ტარიელ შენით მოგლეთ შეაგინა და ვაიმე რამე წამალი ხო არ ვჭირდა მოგლეთ ეს ერთმანეთის ღადავში და ერთმანეთის სიყვარულში მოდიო ბახშობს როცა ხამებს გებოდი და უკაცრავად ტუალეტში უნდა გავსულიყავი ბავშვი ვიყავი ბაბუასთან ვწორობდი ჩვენთან ეს ზალას რო ეძახიან ზალას 1-5-6 კაცს გადავაბიჯებდი ხოლმე სოფლიდან ჩამოსული ნაცსაები ასე იყო კი ბატონო ასე იყო აი ჩამოიტანდნენ ხოლმე ტომარებით ანუ აბრი და ხვარი და ხვინო და ეხლა სადა ეხლა სოფლიდან მოდიან და აქედან მიაკვალა სადგურიდან მოდიოდნენ პირდაპირ ნახესაო სამეგრელო მეგრელების ეგრე სიყვარული იყო ძალიან სიყვარული იყო და ალიკო ევიხსენოთ ჩვენი ძმა მეგობარი შენი გვიზრი ძმა და ჩემი ძმა და მეგობარი ძალიან საყვარელი კაცი ძალიან თბილი კაცი ასე 20 მციმედ და თვალები 20 მციმედ და ასე რა ეთქვა უკვე ვიცოდი რომ რაღაცა უნდა თქواس რა იღაც ჩემზე ბატონო იყო თითქმის 10 ხატს ნუ ჩემხელა იყო ზუსტად რაღაცა თვეებით ხო და როგორ მახსოვს რომ მოიყვანა დედა ჩემა რომ კაკოჭილი მაშინ შენ კარგად გიხსოვნება 10 წლის ვიყავი მაშინ ხო და აშუ ისეც არ მქონია იცი რა ქვია რაღაც აი რომ რაღაც ეჭვიანობა რომ ხო არავითარ დიდი იყო პატარა რო იყო მე და ჩემი და უვლით ჩემდაზე უფრო მქონდა ეჭვიანობა ხო ალიკო უფრო რაღაც საყვარელი იყო ძალიან შუსტრი იყო ხო ანუ 3-4 ისე დარბოდა რომ საერთოდ ვერ ხედავდით რა აი კინო ისე დარბოდა ძალიან ესეთი იყო მე ქვის სროლა აი ზუსტად გაარტყავდა სუფლში ვიღაცას კვას ისეთი მიზანი გურული ძმაო გურული ძმაო გურული მაგრამ ვაში მქონდა მე იცი მიზე მქონდა ეს ეჭვიანობა ჩემდაზე ხო ვიდრე თქვენ ახლო იყავით უფრო ეჭვიანობა და დიდები იყავით ამას მე ვიყავი 5 წლის ჩემი და იყო 3 წლის ხო მაგაზე კი არა უფრო პატარები მივაჩოჩე მოკლედ ფანჯარასთან გადაგდება მინდოდა ხო და ვეღარ ავწიე ზემოთ რო გადამედი შემოვარდა დედაჩემი გადაგდება მინდოდა მე ვინ არის ეს ყველაფერს ამას რო უკეთებ დაჭმებ ასმებ და მე აღარ გახსოვართ კი აქ უკვე დიდები იყავით 10 წელი ხო და ალიკო რა იყო იცი ხა მე უფალს დიდი მადლობა და საერთოდ ჩემს ალექსანდრე ბასილაიას მინდა დიდი მადლობა უთხრა რომ ივერია გახდა როგორც დიდი ოჯახი როგორც აი როგორც ეძახიან აი რა ვთქვა აი ოჯახზე უფრო დიდი სიტყვა არსებობს რამე აი როგორც უკვე ერთმანეთის ძმები მივიყვანეთ ანსამბლში მოვიდნენ შვილები მოიყვანეს გია ბაღაშვილი ანრი ბასილაია მე ნატრის ხე იყო ალიკო ხო მოვიდა თემურ წყილაძე ძმები ვალიაშვილები მოგლედ იყო როგორც დიდი ოჯახი კი ბატონო ოჯახი იყო მე რაღა ამათ ხო და ყველა იჭიერი ხო არ დავკმაყოფილდით ხო მე ნათლიები მე ჩემი მეუღლე მოვანათლილი ბასილაიას იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ჩიქოვანი როა იმიტომ მონათლები მეგრული ხო ეწერა მეგრელები ხო მე იმან მონათლა ვახო მონათლა ჯემალმა და აი ესე უკვე სანათესაო რაღაცა ახლობლური და ეს დიდი ოჯახი უფრო რაღაც მე აქ რა იყო იცი რა მიკვირსი სადუ გზა რომ ამის გამო აი პროფესიონალიზმი და ის გადადებული გვერდზე არ იყო რა არადა რა პირი აი ამას ვგიჟდები რომ ძმები ბიზაშვილები ნათლიები რაღაცები მაგალითად ყველა უკრავს ყველა მღერის ყველა პროფესიონალი კიდე რა ხდება გეტყვი ხა მუსიკა აი რატო გამო იყო რატო იყო დიდი მუსიკა თან ჩვენთან ბიზაშვილო მამით ხო იცი როგორც არის რა საქმე ხო და რაცა ხო რატო ამოლა და ჩემი სიძე ჩემი დისკვარიც კი ვიცნობ კარგად კაცო ხო და ამიტომ ვიძახი რომ ახლობლობა იყო და ეს საქმეს ხელს არ უშლიდა რატო ახლა ეს დიდი მუსიკოსი იყო თვითონ ალექსანდრე ბასილაია და
ჩვენ მაგალითად რო გითხრა რომ ხლა თეატრში ხდება ხოლმე, სულ მიკვირდა ხოლმე რა. გოგი გეგეჩკორი, ჩემი საყვარლესი კაცი რო გამოდიოდა იქ ღირიად და ხუმრობენ თეატრის და კინოს ისინი. ეს სახალხო არტისტი რეპეტიციობდა ბიჭო ამ ტექსტზე და აბარა რა ჩვენ რეპეტიცია მოთხოვს დაუკრავდა მეორე წუთში უკრავდა უკვე ყველა აი ეს მანამდე ქონდა დარეპეტიცია ანსამბლი რას ქვია რომ ერთად შერწყმული შენ რო იცი რომ ის რამ ხელახმას გამოუშვებს შენ როგორ უნდა უთხრა ბანი ანუ შენ გიტარაზე როგორ აკორდიონი უნდა იყო და ეს ყველაფერი ზეპირად ვიცოდეთ ანუ სხვას რო ჭირდებოდა სარეპეტიციო თვე ჩვენ 5 დღეში პროგრამა გქონდა უკვე ახალი პროგრამა. ეს იყო დიდი დამსახურება. საქმეც იცოდით, პროფესიონალებიც იყავით, უკრავდით ყველა. აბა მიდით, ხა მომითხარი მე ვერ დაუკრავო. ეს დამხმარდა და ეს იყო ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა იმას. ვასილაიას ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, უდიდესი მუსიკოსი იყო და რა ვიცი, მე ფილმები იყო, ხა მე ვიზახი რომ მე მაგალითად რა ქვია ტრიპაჩოფ რა. ხო. რა ქვია? არაფერს არ ტრიპაჩოფ. ვიმდარ გოქს, ხო ხარა ბიჭო. ფაქტია რა. ამდენი ფილმი გადავიღეთ ახლა, ნუ ამდენი მიუზიკლი. ალექსანდრე ბასილაიას იუბილე გვინდოდა, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე რომ ვერ გაუკეთეს, იმიტომ რომ ბასილაიას იუბილე უნდა ყოფილიყო ძალიან მაგარი. ძალიან მაგარს დიდი თანხა უნდა. ამიტომ ვერ მოერიდნენ. მე ახლა რა არის მე დავფიქრდი რომ შეიძლება არც დაჭირებოდა ახლა თახე ელემენტარულად რომ შევახსენოთ ხალხს. კი არ გავახსენოთ, რომ შევახსენოთ რომ აი ეს იყო გუშინ წინ მისი დაბადების დღე იყო შესაძლოა. 11 მარტს შეუსრულდებოდა 83 წელი. ხო და რაღაცა ხო შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც არ ვიცი რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ყველა ახსოვდეთ რა, რომ აი ესეთი იყო, ესეთი. თან ყველა არ არის ბუთხუზი. ხო, ნუ არ არის, მარტო ბუთხუზი. მაგალითად მე ძალიან დიდ პატრიოტს ვსებდი რობერტ ბარძიმაშვილს. რას ლაპარაკობ? ეს იყო უნიკალური პიროვნება, რომელიც მაგრამ თავარი რა არის, იცი რომ აი ახლა რომ მე ახალგაზრდებთან მიწევს შეხვედრა რაღაცეებში, აი ხა მე ბასილაიაზე არ ვიზახი იმაზე, ის შეიძლება უკვე ძალიან დიდები არიან მათთვის. იდღეს დოიჯაშვილის ფოტო რო ვალახე, არიციან ზურა. მიუხედავად იმისა, რომ ზურა უფრო თანამედროვე. მე ჩავრთე მე მელიქიშვილის გამზირზე და უი, ეს არის ხო? მე მიხვდე. ამიტომ ხო უნდა იყოს სატელევიზიო გადაცემები კვირაში ერთხელ ისეთი, რომ რაღაც გაიხსენო. უნდა იყოს შემოგა. აი გავიხსენოთ, რაღაც დავარქვათ გადაცემას, რომ გავიხსენოთ, თქვათ ეს და რატო ის ხალხთან რომ მივიტანოთ ის ამბავი, ესეთი ხალხი ყავდა, ესეთი იყო, რომ არ დაივიწყო რა, იგივე ცხიქთა ქორწილი, იგივე არგონავტები, იგივე რა ქვია, თოვლის ბებოს ზღაპარი, იგივე ფიროსმანი, სადაც იყო არ ვიცი მე, ეს იყო უნიკალური სპექტაკლი, რა დიდი მელოდიებით. ბასილაიას მელოდიები სხვადასხვა ერთი სპექტაკლიდან იმაზე რა ქვია, ბროდვეიზე 25 მუსიკას გააკეთებდა. იქ სამი მელოდიაა სულ. კი ბატონო. იქ აურ მუსიკებში. ანუ მე უღრმესი მადლობა ჩემს ბედს, ჩემს მშობლებს, ჩემს რა ვიცი, ახლობლებს, ჩემს მაკაცებს, რომ აი მოვხვდი ამ სამში და დღესაც ვითვლები ივერიის ერთ-ერთ ჯარისკაცად. გენაცვალოთ, შევითავე ნუგზად თან მოვლილი გაქვს, გარდა მაგისა, ამდენი ქვეყნები, ამდენი კონცერტი ჩატარებული, რა პერიოდში, რა ნამუშევარი გაქვს, დედაყამე მუშრომობდით, ეხა ეგრე ხო არ არის, ეხა 2000-ზე მეტი კონცერტი გვაქვს დიდ ფილარმონიაში, დიდ საკონცერტო. ეს მარტო აქ, თბილისში. ფილარმონია არ იყო. მე იყო საკონცერტო დარბაზი, მაგას ფილარმონიას არ ეძახდა. კი ბატონო. მაგ იყო ყრილობათა დარბაზი. სიმფონიური ფილარმონია სიმფონიური ორკესტრალი არის ასოცირებული კი ბატონო. იმიტომ გვერდებზე ხის ისინი გამოვიდა და აკუსტიკა იყო ისეთ არც ერთი მიკროფონი არ იყო საჭირო. მე სადღაც გაქრა, არ ვიცი სადღაც ვიღაც ვის დაჩაზე გაქრა, არ ვიცი. ხო და მოკლედ ისე მოხდა რომ ფილარმონია გაკეთდა, აკუსტიკა არასოდეს არ ვარგოდა. ჩვენ ცხიფთა ქორწილი რო იმუშავეთ. ქონდა 2 კილოვატი აპარატურა, 2 კილოვატი ლომო ერქვა. ლენინგრადს კი რაღაც ზავოდ რაღაცა რა და აი როგორც ფირფიტა, აი ვინილის ფირფიტა ისე ისმო დღეს დააყენეს 67 კილოვატი და რო შეხვიდე ვერ გაიგებ აკუსტიკა არის არ ვარგა რა მოკლედ რა ვერ აყენებენ მაგრამ ესეც რა არაშია იცი ესეც არის დამოკიდებული რაზე 12 კოლექტივი გამოდიოდა რომელიღაც კონცერტზე მახსოვს ერთ-ერთი იყო ინგლისელი და ერთი იყო ფრანგი კოლექტივები როკ ფესტივალი იყო აქ ავიდან ჩვენები ეს ჩაუწე ის აუწე რა რაღაცა ეს არ ვარგა ბასი არ ვარგა ავიდან ეს ინგლისელები და თავისი ხმის ისტორიალად. რო აიღეს პირველ აკურს დამთავრდა ყველაფერი. ანუ რამხელა პრაქტიკა ხმის რეჟისორს აქვს 99% და არის ეს სკოლა საერთოდ ხმის რეჟისორი. ორ არა ჩვენთან არ არის. ეგ არის. ჩვენთან ის სკოლა. ეგ არის მოსკოვში. მე ვიცნობდი ალსუ იყო ესეთი მომღერალი არის ალსუ. მისი ხმის რეჟისორი. ხელფასია 25000 ევრო. კონცერტებში ფულს არიღებს. ოღონდ რა შეიძლება იცი რომ დაждდება დამთავრდა.
ყოველ წელს მიდის ინგლისში და იზომავს ყურის ანუ იგივე სმენა აქვს თუ არა. ან იგივე დეციბალები აქვს თუ არა, თუ შეეცვალა, ესე იგი კარგად იყავი. Rolling Stones ერთხელ განთქმული ისტორია მოხდა. Rolling Stones ყავდა აპარატურა 6 კილოვატი. ყველაზე I can't get no 6 კილოვატი ანგრევდნენ. ჩაუწია ყვიროდან. ჩვენ ნახევარი კილოვატი თუ დაანგრეული ყველაფერი და ერთხელ გაეპარა რაღაც სიგნალი და დაყრუდა. Rolling Stones ხმის რეჟისორი. და მე ესე კონცერტი მიყავდა იმითი. რა ქვია, აი ეკრანი. ბაჭედებით რა. იმითი აღარაფერი აღარ ასმოდა. და დღეს კიდე 100 კილოვატი, 200 კილოვატი მაინც ვერ ისწავლეს ჩვენთან, იმიტომ რომ არ არის სკოლა და არ არის ანაზღაურება და დაფასება იმ საქმის, რასაც ქვია ხმის რეჟისორობა. ეს არის ყველაზე მაგარი. ვისი დაფასება არის ხა მანდ მაინც ახლა? არის როგორ არ არის კაცო, დაფასება არის. არა, მე ხელოვნებაში ისკინა, კაი გოჭია, მაგალითად. კი. გადასალევ ჩაშუშული ხაშრამა თელავში. კი, იცოცხლე. ეხლა ვიყავი სამეგრელოში კაი გებჟალია მჭამე და კაი რა ქვია, იმას რა ქვია. შენიერი იქნება. კაი ხარჩო. კი ბატონო, კი. მაგას აქვს დაფასება, მაგრამ არ გეუნები. მიყვალხართ მეგრელები ძალიან მიყვალხართ, იმიტომ რომ გენაცვალე მე შენ 52 წელი შეგვისრულდა მე და ჩემ მეუღლეს 8 მარტს. აჰა. ჩიქოვალის მეუღლე, მაიტი რა გინდა, მეტი რაღა მეგრელი გინდა. 52 პირველი მეგრელი. უძლებ ბატონო. აბარა. ხო და ნუ რა ვიცი, აბა ესეთი მოყარე ვარ რა. აი მაგალითად ბასილაიას მე ვერ უღალატე. იყო ცდელობა. რა ვარი საღალატები? ბავშვობაში ვიყავი მოღალატე, იმიტომ ერთი ან სამნა მეორეში გიტარის გულისთვის გადავდიოდეს. იმას კაი გიტარა წაველით ეხლა იქ. ამას კაი გიტარა. და მოვიდა რობერტ ბარძიმაშვილი, მაგარი ადმინისტრატორი, მაგარი იმპრესარიო და მეუბნება რომ ნუგზარ მე მინდა რომ შენ მაგარი მუსიკოსი. შენ წამოხვიდე ჩვენთან. აბულაძე იქ არის და აბულაძე მე კაჩავს რა. მივდივარ ხვალ პარიზში, არა, ერთ კვირაში პარიზში, მე აფრიკაში და ეხლა აფრიკა, პარიზი, ვაი მე. აბლოს ფილარმონიაში კონცერტები გვაქვს ორ კვირაში. უნდა დავანგრიოთ ფილარმონია. პირველი ის იმას ვღეროდით მაშინ, მაინც რას ვღეროდით, Deep Purple-ს Highway Stars უკრავდით მაშინ მედაჯებალას. აი ეს Highway Star რომელი ეცი? აი ეს ყველაზე მაგარი როკია რა კაროჩი რა. იმისი კონცერტი Highway Star იყო რომელი კონცერტი და Machine Head-დან იყო მე არ მახსოვს ხო და ეგრე მოვიდა რობერტი რომ კაროჩი წამეყვანა აეროპორტშიო წამაყვანა თავი ვოლგა ყავს სად არის ბიჭო 71 წელი 72 წელი ვოლგაზე დავჯექი და კონცერტზე 58 მანაც მიიღებ, ამას 58 მანაც საერთოდ საბჭოთა კავშირის ტავკა. ქვას ხეთქავდა ბიჭო, რას ლაპარაკობ? ვაიმე და აბა და ბილეთი და თვითფრენავი მოსკოვში ჩამოყოლ მიფრინოთ პარიზში. რა ვარ უთხრე ახლა ბუთქულას ხო უთხრეს ბასილაიას. აუ, რა ვარი სათქმელი? რა ვარი სათქმელი? ეხლა ბუთქულას ისე არ მისვრო. მე რა მოხდა? ჯერ ისე არ მიყვარს ბუთქულსი. ხო. და მივედი ბუთქულა ხამე. ბუთქულის ცხოვრობს ერთო სახე მილაში. ძინავს ლეჟანკას. ლეჟანკა როგორ აკართულად? რა ეგრეა როგორც თქვი. იქ ძინავს ანრის შვილს. იქ ლუიზა, იქით ლოჯი იყო კიდე პადა ახლა ერთო პიანო როგორ იცი? და ხوار დორემი ფასოლე და კლავიშები არ აქვს, ვერ იმაზე წერდა, აი ეს კაპუჩებული კლავიშები. ხო და მოკლედ ძირ და პაპიროს ეწევა და მივედი ახლა და უნდა უთხრა რაღაც. უთრალი ვარ, ტავლიე რო ცოტა ჯანი მომწონსო და ბუთქულს მიყურებს აქვევიდა. 53 წლის წინ. ისიც პატარა, მე პატარა. თქვი ახლა რა გინდა მეუბნება? უსე ვარ და ვიციო მე ყველაფერი. აი როგორც გინდაო, თუ ვინა წადიო, თუ ვინა ისე მითხრა. გაუბრასდი. ამოვიღე ბილეთი და დავახკითხო. სამსვლელის დედაც. ვინც არა რობერტი დიდი კაცი იყო, მაგრამ მე რობერტო თვითონ მადლობა მითხრა. შენ რომ მაგარი მეგობარი ყოფილხარო. მაგარი ვაჟკაცი ბიჭი ხარო, არ უღალატეო. იგივე მოხდა მე ნუგზარა ფხაიზის გადმოპირება გვინდოდა. ივერიაში ნუგზარე უდიდესი მომღერალი და არ წამოვიდა. მე თბილისში ვერ უღალატებო და ხელები ავჭერეთ, იმიტომ რომ ნუ ეგეთი ხალხი უფრო პასობს ვით. ასე რომ კიდევ ტრაბახობ ხო ხედავ. ჩემ გენაცვალოს ნუგზარ, ჩემი თავი არ მიყვარხარ, აი ძალიან მიყვარხარ, აი ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ, შემოკარგო ადამიანო, გავიდა დრო, იქიდან მეუბნებიან, მოვიდა სიგნალი რომ რეგლამენტია ყველაფერი და ერთი ვიმღერე, იქ მოვიდა. ესე იგი ეს იყო გურული სიმღერების, ესე იგი პოლ მაკარტნი ყოფილა. არა, მოდი რა ვქნა, დაგემშვიდობები და მე მაგი გავიყვანენ შემოკარგო. ნუგზარ, უღრმესი მადლობა შემოკარგო. დიდი მადლობა შემოკარგო ადამიანო. აი კიდევ მომბრძანებისთვის და ეს იყო თავისუფალი სივრცე 98 და 5 და ჯაპანას პაპანაკება და ხუჩაპათობით დარჩით ჩვენთან. არ მიგვატოვოთ ჩვენ ბატონებო და ქალბატონებო.
Blackbird singing in the dead of night. Take these broken wings and learn to fly. All your life, you were only waiting for this moment to arise. ეხლა გურულად. შავი შაშვი ჩივოდა, ნეტავრა სუჩივოდა. All your life, you were only waiting for this moment to arise. Avadelia, the life of the Radio Synthesis Etergia.